კი ბატონო, რისთვის ვიკეთია ნიღბები, ხო? თქვენი მთავრობა რომ მოქალაქეებს უსამართლოდ აჯანიმებს 5000 ლარი. შენობაში შეცვლას არა ის. დაიძაბა სიტუაცია, აგრესიული რადიკალი აქტივისტები, ნიღბიანი აქტივისტები დაათავსდა ესხნენ ერთ-ერთ მოქალაქეს, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფაც და როგორც დასაწყისში შევახსენეთ, განსაკუთრებით აგრესიულები არიან სწორედ ნიღბიანი აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ რომ სახე დამალონ და სწორედ ეს ადამიანები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ და ეს კადრები რამდენიმე წამის წინ თქვენი პირდაპირ ეთერში მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის შტაბთან პროვოკაციისთვის მისულმა აგრესიულმა მომიტინგეებმა სცემეს ერთ-ერთი მოქალაქე, თუმცა ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც პირდაპირ ეთერში წავიკითხავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მომხდის საფუძველზე საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. თქვენ ახლა სწორედ აი ამ კადრებს ადევნებთ თვალყურს, ასეთი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. Извините за качество картинки, это не от меня. Там у них сигнал мутный. Передача у них, то есть камера нормальная. Окей. Это аншление. Вот можно обратить внимание на текст. Текст четкий. Это у них сигнал передачи. Слабый. Вот такая ситуация. Сейчас лайв включу. Реклама. აზრის მქონე, პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო და ასევე მედიას, რომელიც არ მოგწონს, შეიძლება არ მისცენ მუშაობის შესაძლებლობა დაემუქრო ფიზიკურად და ჩვენ ამის კადრებიც ვნახეთ და ასევე მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ანუ ისინი ფაქტობრივად ახალისებენ ძალადობას, რადგან კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ შტაბის წინ ქართული ოცნების წარმომადგენლები არ იმყოფებიან, შტაბის კარები დაკეტილია, თუმცა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეები არ ტოვებენ ადგილს და თქვენ ახლა მარცხენა უჯრაში ხედავთ მათ რაოდენობას დრონის კადრს. მომხრეებს მწვანე შუქს უმქრებს ქალებზე დემონსტრაციისთვის თან ეუბნება ამისთვის არც დაიშჯებით პირიქით, ვისაც ფიზიკურად დაუპირისპირდებით, იმად გავასამართლებთ. მიზნით ქართულმა ოცნებამ მშვიდობიან მომიტინგეებს უკვე უჩივლა და კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო საინტერესო მუხლით, რაც წინა საარჩევნო აგიტაციისა და წინა საარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან что я хочу от тебя добавить в комментарии. ამ საქმის შესაკერად გამოიყენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორის მიერ ვიწრო რაკურსით გადაღებულ და Я его потише сделаю. От него толку все равно никакого нету. В общем,
Что я хочу сделать от себя комментарий. У оппозиции сейчас последний шанс, и она пойдет на все, чтобы это самое... Короче, сейчас самый трудный момент, на самом деле. На самом деле это так, потому что сейчас оппозиция будет готова на все. Насколько я вижу по картинке, которую показывают, там реально уже люди в масках конкретно, и оружие может быть, и все что угодно. То есть будут пытаться повторить на... украинский сценарий Майдана, короче, майданский сценарий, в общем, да. Пойдут на любые обострения, потому что большая часть оппозиции сейчас уже сидит. Они либо останутся сидеть там на долгие-долгие, и так и будут сидеть, либо они пойдут на все, будут использовать все, что возможно, все, что есть, потому что им терять нечего. Короче, ва-банк будут идти, да, сейчас, да? Как-то так. И посмотрим, кто что победит. Ну, будут рвать на куски, короче, друг друга. Это мое мнение. В ближайшие дни все покажут. В принципе, на этом прощаюсь. Подписывайтесь на наш канал, на наши ресурсы в интернете. У нас самый популярный сайт на русском языке про Грузию. Грузия.g. Заходите, добавляйте сайт в закладки. Канал YouTube на русском языке. Стараюсь вести непосредственно Грузия Геноцвали и TikTok, также Telegram. Ссылки постараюсь выложить в описании под этим видео, но я это видео пишу с мобильника, поэтому тут меньше возможностей для редактирования. Пройдете на канал, на канале там все ссылки увидите, в принципе. Да? Сегодня будет веселая ночка в Тбилиси.